საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის. როგორ ხართ, როგორ გიკითხოთ? რა ხდება თქვენსკენ კარგი და ახალი? კარგი უნდა ხდებოდეს. ისინი სადავედი. რა ხდება თქვენსკენ ახალი და კარგი? ჩვენსკენ თითები დათხოვლიშილი, სული ტკივა თითები. თუ ჩახს რა ვიცი. გონი ჩვენ აღარ ჩვენ ვართ თითილას გამოჩდება. დედა რა მაგრა ცხელა ხალხნო. თან მაგრა ცხელა. დაგვრცხა უკვე სერიოზულად. მართლა დაცხა. რა უნდა ვქნათ არ ვიცი. თქვათ გიო. რა? ისა. გაუწერმა ხალხო. ჩამიეცხა ფული წაღან. მადლობა. სახელს უბრალოდ არ მომბობ, შეიძლება არ უნდოდეს, რომ ვახსენო და სახელს არ მომბობ. თორე დასამალი რა მაქვს. მიხვდება? ვისაც ვიძახი? მადლობა. კი მივწერე იქაც, მაგრამ აქედანაც მოგიხდი. მოვხდი მადლობას. მადლობა დიდი. რო შენს ნამუშევარს იმას აშვები რა ქვია. როგორ გითხრათ? უზიარებ უცხო ადამიანს. უცხო ადამიანები ვართ, რა თქმა უნდა, კი პირადში ვწერთ ერთმანეთს, აქაც მიყურებ, მაგრამ მაინც პირადად ხო არ ვიცნობთ ერთმანეთს. კი. ხო და. ნამდვილად. რა ვიცი. დიდი მადლობელი ვარ მე. გაიხარე. გისურვებ ულევ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, ბარაქას. ყველაფერი საუკეთესო ყოფილიყოს შენ. უფრო მეტი და მეტი მოგწეს ღმერთმა. შენ ოჯახისთვის, შენ შვილებისთვის. რა ვიცი, ყველაფერი საუკეთესოს გისურვებ. ღმერთმა 1000 თავად გიქციო შენი შვილები ჯანმრთელად, ბედნიერად და რა ვიცი, ყველაფერი საუკეთესო ყოფილიყოს შენთვის და შენი ლამაზი ოჯახისთვის. რა ვიცი, რაღაცნაირად სიხარულისგან როგორ სიტყვებს ვეღარ გადმოცემ და არიან კიდე ღმერთს მადლობა რომ ესეთი კეთილი ადამიანები არსებობენ და კატეგორია ბევრი არ არის, ბევრი კი არა, ცოტა მცირედია, მაინც არა ცუდი ადამიანი, მაგრამ უმრავლესობას ყველა კარგები ხართ და რა ვიცი, დიდი მადლობა. უმცირესობაში არიან ისინი რა ქვია. ხო, ცოტა არიან ბოღმიანები. ხო, ეგრე დავარქვა. რა თქმა უნდა. უმცირესობაში არიან. 1000 თავად გიხსიოს. შენი ოჯახი სადაც ხარ, გააგიმართლოს, რაც ჩანაფიქრები გაქვს სულ აღსრულებოდეს. მუდამ, რაც მე ვერ დაგლოცო, უფალმა დაგლოცოს და უფალი იყოს თქვენი მფარველი. და კიდევ არის ადამიანები მართლა არსებობენ ისეთი კეთილი ადამიანები და გულისხმიერი ადამიანები მართლა ელემენტარული რომ რაღაცას გაიმეტებ შენთვის. თუნდაც ელემენტარული ერთი სიტყვა რომ გაიმეტოს. მარტო ჩარიცხვაზე კი არ არის ელემენტარული სიტყვა. უბრალოდ ერთი სიტყვაც რომ იმას გითხრას და ტკბილი გითხრას ისიც სასიხარულოა და არათუ ამხელა ამაგი აქვს ნამდვილად ჩვენ გოგოს გვეიმედებით, გვიყვარხართ და რა ვიცი მე. ძალიან ყველანაირად მადლობლები ვართ. გულით გლოცავ, გულით. რაც მე ვერ დაგლოცოს, უფალი იყოს შენი შემწე და შენი მფარველი. რა თქმა უნდა, უფლის გარეშე არაფერი არ ხდება. უფალია ჩვენი ყველანაირად იმას, მაგრამ ძალიან კეთილი ადამიანი ხარ, თბილი ადამიანი ხარ
და რა ვიცი, აი ელემენტარული შენ ნამუშევარს ესე წვალობ, შრომობ და ვიღაცას უზიარებ შენ შრომას, შენ სწვალებას. ახლა ვიღაცა შეიძლება არა ჩვენები ხართ ნამდვილად, ყველა სათითაოდ ვიყვარხართ და რაღა ვთქვა, სიხარულისგან ვეღარ გამოუხატავ ნამდვილად. ზოგიერთს ეს ყველაფერი გონია რომ მე მათხოვრობ, მაგრამ და რომ მათხოვრობ არ ვითხოვ ჯერ. და კიდე ისიც რომ დავდე, რა ქვია, ანგარიშის ნომერი. მე იმისთვის დავდე, რომ ვინმეს რომ გაუჩნდეს ისა რა ქვია, სურვილი რომ ჩარიცხოს. მაგიტომ დავდე. ელემენტარული იცი რატომ დავდეთ, რატომ დადო კიდე უფრო სწორად, რომ აი ისინი რა ქვია, კომპანიებიც რომ მოვიდნენ, ისიც უნდა დავდო მე წესით რა ქვია, მეილიც უნდა დავდო, რომ კომპანიები მაგალითად, რომ ვიღაცას მოუნდეს, რომ დაფინანსება იმას აკნას რა ქვია, გაუწიოს ჩვენ არხს, რომ იმას აკნას კონდეს განვითარების ის რა ქვია. ხო და ზოგიერთი ის განვითარების რა სჭირსო თქვენ არხსო გასავითარებელი. არა, ისაო რა ქვია. რა აქვს თქვენ არხს განსავითარებელიო, არაფრის მომცემებზე რომ ვლაპარაკობ თუ რა ქვია, თემებზეო. ჩვენ არავის არაფრის მომცემ თემებზე ჩვენ არ ვლაპარაკობთ, ჩვენ ვლაპარაკობთ სწორედაც რაც დღეს მსოფლიოში ხდება იმაზე, რაც დღეს დიდი გამოწვევებია. და ელემენტარული სიტყვაზე ავიღოთ, ჩვენ არავის საქმეში არ ვერევით. ზედმეტად არავის ვლანძღავთ, ზედმეტად არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებთ და ნამდვილად არ არის სასურველი რომ ვიღაცა კი შეიძლება არ მიაქციო ყურადღება, მაგრამ 1, 2, 3, 4, 5 ნამდვილად არ არის სასურველი. ისაო რა ქვია, არ მაინტერესებს მე თქვენი ცხოვრებაო, სხვასაც გადაწვდა, მაგრამ სხვას თავს დავანებებ, ჩემი მას ვიტყვი. არ მაინტერესებს მე თქვენი ცხოვრებაო. თუ თქვენი ცხოვრება არ გაინტერესებს, რაღაც მისიხარ. და კომენტარსაც რატომ მიწერე? ხო? თუ არ გაინტერესებს. ახლა თუ არ მაინტერესებს ვიღაცის ცხოვრება, ხო? საერთოდ ხო არ უყურებ. არ უყურებ მაგალითად. არა და ხალხო. რო აინტერესებთ და ჩასაფრებულები რო არიან, აინტერესებთ. რო არ აინტერესებდეთ, არ დამიჯდებოდა და არ მიყურებდა და კომენტარს საერთოდ არ დაწერდა. ხო, გაუში, ვერც კომენტარს დაწერს და ვერც ვეღარაფერს გააკეთებს. თუ ახალი არ შექმნა, რა ვიცი. ელემენტარული სიტყვაზე ვიღოთ, არ არის სასურველი ახლა მაგაზე საუბარი და ნამდვილად არ არის, მაგრამ არც ღირს მაგათ ალაპარაკი. არ შეიძლება, არავინ არავის მოსამსახური არ არის, არავინ არავის არ თხოვს. ნამდვილად არ უზიართ და არ ვითხოვ არასოდეს. ვისაც სურვილი აქვს და ნამდვილად ადამიანია და იცი რა არის, მოთხოვნაზე თუ საუბარია. ხო, ადამიანობა აქვს, ის აკეთებს სიკეთეს აკეთებს. ხო, უბრალოდ იცი რა არის, სიკეთე დაგიბრუნდება ადამიანს. რასაც გასცემ, მოიცა როგორ არის ნათქვამი. რასაც აგასცემ შენია, რაც არა დაკარგულია. აი ეგ არის ზუსტად. სიკეთეს გასცემ, უკან დაგიბრუნდება, ორმაგად დაგიბრუნდება ოღონდ. და ცხოვრება არის ბუმერანგი და რასაც დასცეს, იმას მოიმკი. იდა არასოდეს სიკეთე. ხო, სიკეთე არასოდეს არ დაიკარგება. ყოველთვის არსებობს სიკეთე და ქვაზე და წინ დაგხვდებაო, ნათქვამია. კი. ნამდვილად. ყველანაირად ნამდვილია მართლა. ძველის ნათქვამები ყველაფერი ნამდვილია, გიორგი, გამონათქვამები. მართალია. ამართლებს, ანდაზები ამართლებს მე თუ გითხავ. ძალიან ამართლებს. ხო. რასაც დასცეს, იმას მოიმკი, რასაც დასცეს, იმას მოიმკი და ჯობია რომ სიკეთეთესო, ვიდრე სიბოროტე. კი. როგორც ზოგიერთი აკეთებს.
სუდის არ მოვთეს. ეს ბოროტებაა ეს ყველაფერი. და შენ კიდე ქალბატონი ხარ თუ ვაჟბატონი ხარ თუ ვიღაცა ხარ, რა სიტყვებიც ბოლოში დაწერე, იმას აღარ გავიმეორებ. და რაც შენ დაწერე, ზუსტად შენ გისურვებ იმას. ახლა დავანებებ მაგაზე თავს, ან ისედაც ლაპარაკს აზრი არ აქვს საერთოდ, არანაირი. ეგეთ ადამიანს ესოთ არ მომექციო ყურადღება რა. არანაირი ლაპარაკი არ აქვს. ეგეთი ადამიანი იარსებობს და არის ყოველთვის, მაგრამ არ შეიძლება. ხო, რო იარსებებს, ზუსტად იმას მიიღებს, რასაც იმას აშვება, რა ქვია, რასაც ელოდება. კი. სწორედაც იმას მიიღებს. ადრე თუ გვიან. არ შეიძლება ადამიანის განხილვა. კარმას ვერ გაიქცევი ვერსად. და იცოდეთ. იცოდე. თქვენ ცხოვრება არ მაინტერესებს. მე მიზის არ მიყურებს. თუ არ გაინტერესებს რაღაც მიყურებ. აი მაგაში არის არალოგიკური რადებს ახლა მაგის ლაპარაკში, ხო? თუ ცხოვრება არ მაინტერესებს ვიღაცის, ხო? რატო უყურებ, ჰა? თუ არ მაინტერესებს ახლა ის ადამიანი რას აკეთებს? საერთოდ არ უყურებ, გავატარებ ავსკროლავ, საერთოდ, ხო? არც ავსკროლავ და არც ჩავწერ და არც უყურებ. ჯერ ეგეთი არც იმას ვიზავ, რა ქვია. არც ჩავწერ, არც იმას ვიზავ, რა ქვია, არც ვიპოვი. არც გამოვიწერ, ხო? თუ არ მაინტერესებს. რა მაგრა გაკლია? ძალიან ბევრი გაკლია რაღაცა. გლახათა გაქვს საქმე. არავის საქმეში არ ვედევით, ნამდვილად არ შეიძლება. არავის საქმე. დათა თუთაში ეს თქმის არ იყოს. აი მე არც არავის საქმეში არ ვერევი და ნურც ნურავი ჭაერება ჩემს საქმეში. სწორია. ნამდვილად არავის საქმეში. შეგეთი რო გამოხტებიან ხოლმე მე-15 გოჭები ვით. ესენი ეს ცნაური კატეგორია რა ვიცი, რობოტების. რა მაგათი ერთი ადგილის საქმეა? მე რას გავაკეთებ ჩემ არხზე? რას დავდებ? ღმერთო დიდებულო. აი, არ არ ვიცი. უნდა მიაქციო გიორგი მაგნაირი ადამიანს. ყურადღება და საერთოდ არაფერად არ უნდა ჩააგდო. ჯობია რომ ყველამ ჩვენ ცხოვრებას მივხედოთ. ყველა რო თავის არა, ვისაც გვაქვს, იმას ის მივხედავთ, მაგრამ ვისაც არ აქვს, რას იზავს? ვერაფერს ვერ იზავს. ყველა რო თავის ცხოვრებას მიხედავს. კი. უწავა ცხოვრება წინ. ყველა რო თავის ცხოვრებას ხედავდეს და თავის სულში იყურებოდეს, უკეთესი იქნებოდა. მაგრამ არ ვიცი. სიმღერა არის ის არის რო ქვია. იმის სიმღერა. რა ქვია, თიკა ჯამბურიასი. ყველა იმას იღებს, რაც დაიმსახურებოდა და სამწუხაროდ არ იღებს. ყველა იმას ნამდვილად არ იღებს სამწუხაროდ, რაც დაიმსახურა. როგორ არ იღებს გიორგი? მიიღებს დღეს თუ არა ხვალე და ან ზეგ და ან მაზე. მაგრამ ადრე თუ გვიან ყველას დაგვიბრუნდება ჩვენი ცხოვრება. წინ დაგვხდება. იცი რა არის? შენ თუ არ დაგვხდება, შენ შთამომავლობას დახვდება და შენ შთამომავლობას დაუბრუნდება. ხო და რატომ? აი რატომ არ ფიქრობთ ადამიანები? რატო არ ფიქრობ? აი მე მიყვეს, აი რატომ არ ფიქრობთ ადამიანები, რომ შენი მომავალს, შენი ცოდვა, შენი ცოდვას ადებ. სიცუდე, შენი უღმართობა შენ მომავალს დახვდება წინა და აი რატომ არ ხვდები და რატომ არის აკეთებ იმას ნამდვილად, რომ აი ესე უთაობოლოდ იქცევი. მე ნებისმიერ ადამიანს შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ, როცა მართლა თუ ელემენტარული სიტყვაზე ავიღოთ, თუ თავში ურუ არ ჩაგარტყა და ელემენტარული სიტყვაზე ავიღოთ, თუ შეურაცხყოფა არ მოგაყენა. იცი რა არის? უდანაშაულოთ, ხო?
ელემენტარული, შენც ამოიღებ ხმას. ხო, რა თქმა უნდა. ჯეკი ხო არ ახარ, მაგრამ როცა არაფერ შუაში არ არის ადამიანი და უბრალოდ აი იცი რა ვიყო. ტელევიზია, აი YouTube-ში უყურებ, ტელევიზორში უყურებ თუ სად უყურებ, ელემენტარული სიტუაცია ვიყოთ, რომ იმას შეურაცხყოფას მიაყენებ, ნამდვილად ეგ არ არის სასურველი, ნებისმიერი YouTube-ერი. აი YouTube-ერი კი არა. რა ვინც გინდა იყოს, რატო უნდა მიაყენო, როცა ადამიანს არ იცნობ. ჯერ არც იცნობ, არც გინახავს. საერთოდ. ხო, უბრალოდ გინდაც ნახული ყავდეს, რა შენი საქმე ვირას ის. ხო, არა, მე იმას ხო, ადამიანი, ხო? მე იმას კი არ ვიძახებ, ვიცნობ, მაგრამ მე რა მეკითხება, თქვა სიტყვაზე ავიღოთ. ახლა აი მეზობლები არიან იქით-აქეთ. მე რა მეკითხება ის მეზობელი. მეზობლებს ვიცნობ, ხო? რა სიზამს? არ მე რა შემაინტერესებს ის რა სიზამს? რა შემიძლია? თავის ცხოვრება. რა ჩემი საქმეა? გამარჯობა, გაგიმარჯოს, კეთილი სიტყვა, კეთილი მოპყრობა და ნორმალური სიტყვა პასუხი. მე რა შემაინტერესებს ის ადამიანი? გინდა თავდაყირა დადგება და გინდა რაც უნდა იმას გააკეთებს, ხო? ის თავის ცხოვრება. იცი რა ვიყო, რა მინდა მაგალითი თვითონ დედება ის ცოდვა. აი მაგალითად გველს რო იმას იზავ რა ქვია. გველი რო შეგხვდება და ეცდები დაჭერას, მოკლას და იმას რა ქვია. შეტევაზე რო გადაყვან, ხო? ის ხო იმას აშვება რა ქვია, შეტევაზე ხო გადმოდის და რა ქვია კბენს. მიდი რა გიევინ არის. მოვალ ერთი წუთი და გეტყვით. ჩქარა. წვანეს დააჭირე. ზემოდან. ზემოთ ეკნება შესული ხარ იმაში და მაგ. რას მომბოდი დამავიწყდა? თქვათ ადამიანს გველს რო შეტევაზე. ხო, ადამიანი რო ეცდება გველის დაჭერას, ხო? ხო შეტევაზე გადმოდის. ხო კბენს არა? და ხო იმას აშვება. კბენაზე გადმოდის. იმიტომ კბენს რო რაღაცა დაუშავე, ხო? არა, შეიძლება ისიც გიკვენოს ახლა ის. არა, ისე არასოდეს არ გიგმენს, იმიტომ რომ სანამ შეტევაზე არ გადახვალ. ასე არის ადამიანიც, ხო? შენ თუ ვიღაცას შეურაცხყოფას მიაყენებ, რა თქმა უნდა ისიც იმას იზავს რა ქვია. შეტევაზე ხო გადმოვა, არა? რაღაცა გეტყვის. უბრალოდ არ შეიძლება არავის ხო. განხილვა არავის ცუდი არ უნდა უთხრა. უფალია ზემოდან იყურება, ყველას თავის ცხოვრება აქვს. ვის როგორ მე არავინ მეკითხება, ის როგორ იქნება და ის როგორ იქნება. ყველამ თავის ცხოვრება. თავარი ადამიანობაა და ის არის რა ქვია. სული სიწმინდე, სულიერ სიწმინდე და სიზუფთავე. ჯობია რომ სანამ რაღაცას ვიტყვით, ჩვენ სულებში ჩავიხედოთ, როგორები ვართ და მე სხვა განსაჯოთ. და ჯერ ეგეთი არავის განსჯის უფლება არ აქვს. ცუდი არავის არ უნდა თქვა. ხო, შეიძლება ის არის რა ქვია, რაღაცა დავაშავოთ, ვიღაცა მოვკლათ, გაგვასამართლონ, მაგრამ ყველაზე დიდი მოსამართლე ღმერთია. ეხლა ელემენტარული მე სიტყვას ახლა წამოვიღე. ეხლა ის პოლიციაში ხო? ის თავის სასჯელს მოიხდის. ხო. ეს ჩემი საქმე არ არის ვირას გააკეთებ. თუ დამნაშავეა, თვითონ მოიხდის ის სასჯელს. სასჯელს მოიხდის, მაგრამ ყველაზე მეტად გასამართლებენ ადამიანს. ყველაზე მეტად თავის დროზე როცა ღმერთთან მივა, ყველაზე დიდი მოსამართლე იქ იქნება. კი, მართალია. თავის დროზე რო წავა იქით. კი, ყველა ის არის, ყველა არ შეიძლება და უნდა იყოს შენ სანამ რაღაცას დავწერთ და ვიღაცას შეურაცხყოფას მივაყენებთ, უნდა იმას აქვთ რა ქვია. გინდაც დავწეროთ, გინდაც ისე უთხრათ, გინდაც გავიფიქროთ, რომ ის ისეთია და ის ისეთია. ჩვენი გადასახადი არ არის არავის. ხო. ვის როგორ უნდა ისე ცხოვრობს. ვის როგორ უნდა ისე აკეთებს. და რა ვიცი.
უფლისგან. მაგრამ რას ვიზავთ? საუბარს და ლაპარაკს აზრიც აღარ აქვს უკვე. აზრიც არ აქვს უკვე. აი ეგეთებთან აზრი არ აქვს ხალხოს ლაპარაკს. მე ისე დავიღალე დღეს ისე დავიღალე აღარაფერს თავი აღარ მქონდა მოსკენი რა ქვია ოხნაში ფარდებიო ფანჯრებიო სამზარეულოში მივალაგე დავასუფთავე ელემენტარული მე ეზო მოვწიწკნე გავაკეთე მე ახლა ვიდეოში მოვედი სარეცხიო ყველაფერი სადილი გავაკეთე ლობიო გავაკეთე ხალხო ისა ესა და იმი სადამაკა იმის დროს სადამაკ მე ვიღაცას დავჯდე და ვიღაცაზე ტუკ წერო ჯერ ეგეთი არც დავწერ ცუც და სულ არ დავწერ და არ დავწერ საერთოდ მე კომენტარების გამო ის არა მაქვს აი ელემენტარული რო თქვა რომ დამეტანი კომენტარებს წერ ვინმესთან და რაღაც აი ამიტომ მე მაგალითად შეიძლება მარტო გულები გაუგზავნო შეიძლება ის გულებიც არ გაუგზავნო მაგრამ მე იმ პიროვნებაზე და იმ ადამიანზე მე თუც არასოდეს არ ვიცი თუნდაც რომელიმე პლატფორმაზე მნიშვნელობა არ აქვს სადაც არ უნდა შევიდე კი ჯერ გეთი ქართულ კონტენტს მე არ უყურებ საერთოდ ხო და მე თუ შემხვდება ვიდეო არ შევალ და არ დავწერ კომენტარს ხო უკვე კომენტარებსაც აღარ ვკითხულობ არა ელემენტარული სიტყვაზე შეიძლება შევიდე გიორგი უყურო მაგრამ მე თუც მაინც არ უსურვებ იმ ადამიანს იმას თავის ცხოვრებაა და გინდა საერთოდ არ მაინტერესებს გინდა აღმაიქნება რასაც გინდა იმას გააკეთებს ის ადამიანი საერთოდ არ მაინტერესებს მე პირადად ხო არ მაინტერესებს თავის ცხოვრება აქვს ის როგორ უნდა ისე იქნება ხო და ერთ რამეს ვეტყვი კიდე ვინმე არ ამკითხე თუ არის ნუ დაიღლით ხელებს და თითებს ნუ დაიღლით იმაში რა ქვია წერაში საერთოდ არ მაინტერესებს მე ისე გავაგრძელებ დაიცა როგორც ვაგრძელებდი თავში იქექებაო ხო კიდე ისაო რა ქვია დედა შენი რო იქექებაო როდის დაინახე აი ახლა მოფხანე ხალხო აი ქექვასაც დაინახე თავი თუ მოგებხანება ან ყური მოგებხანება არ უნდა მოიფხანო არ იფხან არ იფხან ჯერ ერთი რასისულელი ჯერ ერთი ეგრა უბედურება არის რა დასაწერი ან თავს მოიფხან ან რაღაცას მოიფხან ხო ადამიანი ხარ ხო ჯერ ერთი რას ვიქექები ახლა 1000 ერთხელ ახლა რაღაცა გამეფხანე შენ თვალები სამკურნალო გქონდეს და იმას ზამეკანია გქონდეს თვალებში და მოკლე ჩართვა ჩვენ დაგვაბრალე ახლა საერთოდ არ მაინტერესებს თქვენი უაზრო აზრები თქვენთვის შეინახეთ არ ამკითხე მოამბეები ესენი გინდა თვალებს მოვიფხო ხო რასაც მინდა მე იმას გავაკეთე ჩემი არხია და ჩემი ვიდეოა განა არხზე კი არა ელემენტარული ადამიანი ყველანაირად ყველაფერს გააკეთებს ადამიანი ახლა ვიდეოში ზიხარ და რახან ვიდეოში ზიხარ ან თავი წაგებხანება ბოთლით რატო ვსვათ წყალს ბოთლით ჩვენ კი მარტო ჩვენ კი არა ტელევიზორს ალბათ არც უყურებ ტელევიზიაში სვავენ მთელი საქართველო უყურებს ხო ეგ არავის საქმე არა და ჯერ გეთი შენ შეგეკითხები ზუსტად რა და როგორ რა გავაკეთო რა თავარია სული გაიწმინდა ხანდახან ჩემი საკუთარი აზრი არ მაინტერესებს და შენ ვინ ახარ ვერ გავიგე ვიღაცა ხარ ის გულმრხანე მომარცხენ აზრი ჯანდაბას ნორმალური აზრი მაინც იყოს კაცო ნორმალური კრიტიკა ჯანსაღი კრიტიკა ხო ვა თან მე რო იწევლება კიდე ეხლა იმ სიტყვებს არ გავიმეორებ რა სიტყვები ბიმასაკეთება ეთყობა ხო დავბლოკავ კიდე არ მაინტერესებს საერთოდ წეროს და იყოს აი დარდები მე ბლოკავ აი გამაგებინეთ ხალხო აი ეხლა მე გეტყვით ხო ელემენტარული თუ ადამიანის რაღაცა არ მაინტერესებს ხო თუ არ მაინტერესებს ერთმა ადამიანმა დამბლოკა ხო და სხვა რაღაცა სპეციალურად გავაკეთო იმის სხვა აკაუნტი ხო აკაუნტი გავაკეთო რომ ისევ იმ ადამიანს უყურო თუ არა აინტერესებს ყურება ადამიანმა დამბლოკა ხო
შევედი რაღაცად გავუწერი დამბლოკ ადამიანმა არ აინტერესებს იმ ადამიანს ჩემი აზრი ხო რაღაც ეტენები ხო რაღაც ვეტენები არ აინტერესებს არ უნდა იყარ იმ ადამიანს რაღაც ეტენები რა აკეთებს სხვა აკაუნტებს და ეტენები ხო ესე იგი აინტერესებს ხო ესე იგი გაინტერესებს ჩემი ცხოვრება მიყურე თუ გაინტერესებს მიყურე დაბლოკილი ხარ მაგრამ ყურების უფლება გაქვს კიდე გააკეთე სხვა აკაუნტი მიყურე არ მაინტერესებს საერთოდ არანაირად პატრონი მე ძალიან კარგი პატრონი მყავს და ყველაზე დიდი პატრონი ჩემი თავია ჩემთვის და შენ რო პატრონი საერთოდ არ აყავს შენ რო პატრონი ყავდეს მაგას არ გააკეთე რა შენ პატრონია პატრონი არ ყავსო შუაი შენს პატრონსო ხო რატო არ აყავს პატრონი და ბიჭებს რა მოგწონთ ამ თემებშიო კიდე ის არის რა ქვია კიდე რომელიღაცა ვიდეოზე დაწერა იქიდანაც იმას ავქენი რა ქვია წავშალე ბიჭებს რა მოგწონთ ამ თემებშიო ვაიმე ადამიანო საერთოდ გინახავს რამე გინახავს ვაიმე არა გავგიჟდები რა აი მამაური ბიჭები არ არიან მამაო კაცი არ არის მამაო კი არა იესო ხო კაცი იყო რატო ქონდა თმა რატო ქონდა მეფეებს რატო ქონდა გიორგი სააკაძეს რატო ქონდა თმა კაცი არისო მithumetes როგორი მეფე იყო ხო მხედად თავარი იყო განაგებდა მეფე დავითს რატო ქონდა თმა და რო იცოდე მეფე დავით საყურეც ეკეთა ხო საერთოდ გინახავს რამე არც გინახავს გეთქვა როგორი ხედავ თავარი იყო გიორგი წარმოგიდგენია მე მეფე დავითი პირველი იდგა ბრძოლაში კი მიყვებოდა ლაშქარს მომყევით რომ დაიხრიალებდა და თელი ლაშქარი ხრიალით მიდიოდა ხო საერთოდ შეიძლება ის ვიცი რო არ გინახავს კი ბატონმა ისტორიას მაინც გადახედე არა უბრალოდ იცი რა არის თმას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თმა რატო გაქვს მე გავგიჟდე კაც ექნება ქალს ექნება თავარია გული გქონდეს სული გქონდეს სიტკბო გქონდეს და ადამიანს შეურაცხყოფა არ მიაყენო თავარი ეგ არის ის არის რა ქვია კიდე უფალთან შეხვიდე ტაძარში და სუფთა გულით ხო შებრძანდებით ზოგიერთები სუფთა გულით შებრძანდები და მე იმას სუფთა გულით შეხვიდე ტაძარში და სუფთა გულით ილოცე მე რო ტაძარში შევდივარ მარტო ჩემი შვილისთვის არ ვლოცულობ ტაძარში შესვლას აზრი არ აქვს ესეთი თუ გამოგვიდი და ისეთები შევდივარ ღმერთო ყველა დედას დაუფარე შვილი მე სულ ამას ვამბობ და ვიდეოში ვამბობ და ისეთ ვიდეოს გარეთაც ყველა დედას დაუფარე შვილი იქაც მე ყველა დედას ჯანმრთელად უნდა ყავდეს ბოლომდე შვილი კარგად უნდა ყავდეს ყველა დედას შვილი კარგად უნდა ყავდეს დედის გულის სიმწარეს ვერასოდეს ვერ მოითმენს არ შეიძლება ხალხო არ შეიძლება შეიძლება შენ არაფერი მოგივიდეს დაიცა როგორ არის ნათქვამი კვილი ისა რო ქვია ბაბუას კვილი წაჭრაო და შვილიშვილს დახვდაო თუ რაღაცნაირად არის ნათქვამი რატომ ჩემი ცოდვა და ჩემი სიცუდე ჩემ შვილიშვილმა რატომ უნდა ზღვას ჩემი სიცუდე გავაკეთო სიკეთე წესიერება ეს უეჭველი ხელწერა იმისას აგავს სინაზე რო დაგვიწერა რაღაც წეროს და იყოს ის ხელწერა გავს ზუსტად ხვდები უკვე ჩემ ახზე ვინ რას წერს და ვინ შემოდის მე მგონი სულ ერთი და იგივეა და სხვადასხვა სახელებით შემოდის ხო და უბრალოდ არ შეიძლება შენ ჩვენ სახელიც კი არ ეწერა ახლა რაღაცნაირი სახელი დაგუშავებია ცუდი არ გვითქვია შეურაცხყოფა არ მიგვეყენებია შენთვის და მოდიხარ და ცუდს რატომ შენ რა გინდა რამეს გიშლით უპატრონო ჯერ ეგეთი უპატრონო რატომ არის დედა ყავს ბები აყავს ნათესაობა ყავს რახან არავის არ ვიღებთ 2 დღის წინ ჩემი ნათესავები იყვნენ და გიორგის ნათესავებიც იყვნენ აქ გიორგის ნათესავები ყავს მივდივართ მოვდივართ ჩამოვდივართ შეგონია უპატრონოა არ რატო არის უპატრონო რატო ჯერ ეგეთი უპატრონო ვაი შენს პატრონსო ვაი შენს პატრონს უბედურს პატრონი რო ყავდეს ადამიანო მაგას კი არ დაწერდი
Რაღაცას გეტყო და ჩაგწევდა ის პატრონი ინტერნეტს გამოგირთავდა. ხო და რატო არის უპატრონო რა სიტყვებია? ბებერი ხალია, მოხუცი ხალია. ხარ თუ ვიღაცა ხარ. ბები ისტორა ხალი ხარ. შეურაცხყოფას ნამდვილად აი იგივე ხალია, ის არის, იგივე ის არის. აი ეს არის გიორგი. ნამდვილად დედაჩემი ხო, აი სიტყვაზე არ ვიყო. ცუდს ადამიანს არ მოვა და არ გალანძღავს ვინმე. მე რა იკითხე. ეხლა ხო ღირსი ხარ, ვიღაცა ხარ, რომ ბებია ჩემი მოიყვანო და დავსვა აქ და ვაწყევლინო შენი თავი, ხო ღირსი ხარ. ხო ღირსი ხარ. შენ რა გადაილევა ბებია შენ ნერვიულობს. ხო ღირსი ხარ. უპატრონო რატოა? ვაი შენს პატრონო. წყევლა ისეთი ვიცი, რომ პირდაპირ შუბში მოგხვდება. ისეთი წყევლა ვიცი. მაგრამ არ არის. არ მინდა რომ დაგწყევლო თორე ისეთი წყევლა ვიცი, რომ პირდაპირ შუბში მოგხვდება. ვერ აიცილებ. ვაი შეუბედურო შერა. და უპატრონო რა ლაპარაკი. ის გამეცინა რა ქვია. გოგოებმა დაიხრიტეს ყველაფერიო. იზაო რა ქვია, თავები გადაიპარსესო და ბიჭებმა მოუშვითო, თმებიო. ვაიმე. რა გინდა შენ? მეხი დაეცემა ზოგ გოგოს იმდენი ის უკეთიო. შენი რა საქმეა იმას დაეცემა მეხი, შენ უარ გეცემა, არა. ვაიმე მე ნამდვილად. ვაიმე გავგიჟდე. არც გოგოს გავლანძღავ, არც ერთ ახალგაზრდას არ გავლანძღავ. აურა. მე მიყვარს ახალგაზრდას გალანძღვა. რატომ უნდა გავლანძღვა? იმას თავის ცხოვრება აქვს, იმას თავის შობელი ყავს, იმას თავისი მომავალი აქვს და რაც გინდა ის მეხი დაეცემა. მეხი იმას ეცემა, იმას დაეცემა, შენ უარ დაგეცემა რა. მე რა ვიცი. შენას ფიქრობ თუ ეგრე გული შეგტყივა რაღაც იწხევლები. ამ ხელა კანი. თუ კაცი ხარ თუ რაც აღარ, მე რა ვიცი, საერთოდ არსებობ. რო არ არსებობს ხოდა ძალიან აინტერესებს ვინმე. ძალიან აინტერესებს. გაინტერესებს ჩემი ცხოვრება და შეუვარდებიან შვილებს ასე რატო ექცევთ, შვილებს ისე რატო შენ რა გეკითხე? აიმე. ვის როგორ უნდა ისე გააკეთებს და ისე. ადამიანო. ნამდვილად. და რატომ ლანძღავ? მე ლანძღავ და მე სხვა იუთუბერებსაც რა ზეწუდები, კაცო, რა გინდა? რა დაგიშავეთ? რა დავაშავე მართლა? მართლა რა დავაშავე? რა დავაშავე მართლა? რა დავაშავე მართლა? უბრალოდ არ შეიძლება ხალხო. არ შეიძლება, რა ვიცი, შეიძლება თქვენ გაფერადებულ ხართ. იმისავით რა ქვია, უშნოდ. ფერადილაფად გამოხდა შუბლში შენ. პირდაპირ. ლაპატკა პირდაპირ, აი ასე. განწითელი არ ვარდისფერი. ფერად, ჭრელი ლაპატკა მოხდა შუბლში. დაიცა ის ცისარტყელა რო გიდებს ვიღაცა რო შევა. აი ეგ საერთოდ მაგას დავანებებ. მხარს უჭერო, დიახ უჭერ. გეტყვი რომ უჭერ. ხო და ის არის რა ქვია. დუნდუკი ხარ. ამას ხო გაფერადებულ ხართ ეს ახალგაზრდობა, ქართველი ახალგაზრდობა ახლანდელი ახალ. ვაიმე. შენი გულისთვის ხო არ გავშავდებით ადამიანს, შე გაშავდი მარტო. ხო გავშავდებით, თედა ღმერთო რა ვქნა? რა გეშველება, რა გეშველება? შავი რატო შავი როცა ბეთკრულო საქართველოს აიტკენ მიექანები? შავი სასიამოვნო შავი. გაფერადებულ ხარ. რა ვიცი შავს ჩაიცვა? არ მოვწონთ, ისაო დეპრესია მაქო. დეპრესიონერა გამიმართა ერთმა შავი მეწვა, ერთხელ მეწვა შავი და ვიდეოში დეპრესიონერა გამიმართა ვიღაცა. ხო. ფერად შავიცვა, ვარდისფერს შავიცვა გოგო ხარო. ისაო რა ქვია. რაღაცა ჭრელს შავიცვა. ნეტა ამნაირ გოგოები შემოგივიდეს. სახში მეტი არ გინდა. შენ. ცისფერი ხარო თან, ცისფერი შენ ახარ, მე კი არა. ჯერგეთი ეგ ცისფერი არ არის, რა შენი გულის ხმე. ცისფერი არა, მწვანე კიდე. რა გეშველება შეუპატრონო, შემართლა უპატრონო, რა გეშველება. ძალიან სასაცილო ხარ, ძალიან მეწოდები და რა გავაკეთე. თუ საკურნალო ხარ, ექიმს გამოგიგზავნე, კაცო. მე თვითონ გადავიხდი კურნალობის ზოგოდი კურნალე. წინწკილაძეს აღარ მიგიღებენ შენ. წინწკილაძე აღარ არის. აღარ არის მე მგონი, ის დაიკეტა, მე რა ვიცი. ვერ გაუძლებს შენაირებს და დაკეტეს ის. გაიცნე. ექიმები გაიცნენ თლიანად. ვერ გაუძლებს შენის თანებს, ой იმედი და რა თქმა. ხო.
თუ კიდე არ გაინტერესებს ჩემი ფერადი ორი ნატურა რატო გვაქვს იქ იქით სუბულოშიც გაუკეთოთ ეს ერთი თუ გააძლო მე რა ვიცი რატო გვაქვს ხო და ის არის რა ქვია თუ ჩვენი მართლა ფერადი თაობა არ გაინტერესებს რაღაც მიზიხარ და რაღაც მიყურებ გალო მომჩერები ხარ რა ვიცი ყოველდღე სერიალებით და მიყურებ და მიწერ რაღაცებს და გეტყობა გაინტერესებს გიორგი ციხელაშვილი ხო ძალიან ფერადი ვარ სიმართლე გითხრათ ეგრე ხო და თუ არ გინდა რომ ფერადი ლაფატკა მოგხვდეს აღარ შემოხვიდეთ აღარ დამიწერო იცი რა არის მე შენი პოვნა არ გამიჭირდება საერთოდ არ გამიჭირდება რა საჭირო მაგრამ არ მინდა რომ გიპოვო გაგწიწნი და გაცლით მებს და იქნებ არც მე არც თმები აღარ ამოგივა არც არაფერი იქნები გადახოტრილი იმისავით რა ქვია რა საჭირო ახლა რა საჭიროა პოვნა არ გამიჭირდება საერთოდ შენი პოვნა მაგრამ არ მინდა ეხლა შენაირი გამაკლია კიდე არც ისე ვიპოვით არ ვიპოვით ორი ძალიან კარგად ვიპოვე არ იმას ავშვები რა ქვია ვაი შენ მისამართსაც კარგად გავიგებ და იმასაც კარგად გავიგებ ვინ ხარ მაგრამ საერთოდ არ მაინტერესებს მაგნელი ადამიანი არასოდეს არ უნდა გაინტერესებს წესიერი ადამიანის ცხოვრება არ მაინტერესებს როგორია და ვის როგორ არის და შენ ჯერ ეგეთი შენაში გაინტერესებს ვინ იქნება ფერადი მე არავის ცხოვრება არ მაინტერესებს ყველას თავის გზა ქონდეს ისე ამან იმას რა ქვია ბებრებს რატო არ უყვართ განსხვავებულობის დანახვა გამაგებინეთ ბებია ჩემი შენი ტოლი არის ის აღარ ვიცი გიცანი ხელწერაზე გიცანი ის აღარ ბებია ჩემი არის შენზე რამდენიმე წლით პატარა 2-3 წლით მეტი კი არა ბებია ჩემს ხელწერა იგივეა არა არის სხვა იგივე არის ხელწერა ხო ადამიანო ის არის რა ქვია ფოტო ის გიდევს ისევ ისგედო იქ ვიდეოს ქვეშ რო დაწერე ხო და მე ბებია ჩემი შენზე უფრო ახალგაზრდა იმითი რა ქვია აზროვნებით და მოგცევით ვიდრე შენ მე დაგიმართა სად მიატყი ქალო თავი მართლა ლაფატკა ხო არ მოკვდა თავში თქვით ვაიმე რაღა ქრაღმერთო არა უბრალოდ მე მეუბნება კიდე პატრონი არ აყავსო ვაიმე დედა მერთო დიდებულო გიორგის ძალიან კაი პატრონი შენი გულისთვის ხო ერთხელ ვარდის ფერებში გამოწყობილი უნდა მოვიდე მთლიანად აბა რა სიზავ ეგ არის საინტერესო რა სიზავ ისე რა სიზავს რომ მოვიდე განანივე თავი გიორგი რა საინტერესო იქნება ამაგნაი ტვინ ლაყებულ ადამიანს რა უნდა უთხრა შენ ცისარტყელაზეც არავინ მიიღებს თორე არა თუ შუშის ცისარტყელა რო გიდევსო ცაში არის და ცისარტყელა ვაი ადრიდანავე იყო და არსებობს და რა შუაშია რაღაცა სტერეოტიპით იმას აქნეს რა ქვია სტერეოტიპი გამოვიდა რომ მაინდამაინ გარყვნილები ლიაზრები აქვს ვაიმე დედა თვითონ რაღაცეებს ფიქრობენ ხო იმაზე რაღაც ფიქრობენ სხვა რაღაცა იფიქრე იმაზე იფიქრე წვიმაზე იფიქრე რომ წინასარტყელაზე რომ დაინაყავ წვიმაზე ზაფხულზე ხო აუცილებელია ის რაღაცები იფიქრო და ჯერ ეგეთი შენ არავინ არ გეკითხება ვინ როგორი იქნება მაგრამ მაინც არ უნდა იფიქრო წვიმაზე იფიქრე იმაზე იფიქრე რომ ცისარტყელა ლამაზია ფერადია შენსავით ბნელი ხო არავინ იქნება რა აუცილებელია სხვა რაღაცაზე რაზე ფიქრობთ მაინც მაინც ადეკვატური ადამიანი და ნორმალური ადამიანი მაგას არ იფიქრებს ხო მაინც იქითკენ მიყავთ ზოგიერთებს საქმე იმიტომ რომ იქაური რაღაცა უაზროა ფიქრობენ უბრალოდ ფიქრობენ ხო აზრები იცი როგორი ის აქვთ არავინ არ იკმინება არც ისინი იკმინებიან სიმართლე გითხრათ არავის მაგრამ თქვენ შენ და კიდევ შენაირი რამდენიმე მე არის უმცირესობებში ხართ სიმართლე გითხრათ
კეთილი ადამიანები უფრო უმრავლესობაში ვართ. ხო, უმცირესობა უფრო ისახართ რა ქვია, საშიშები. ჩვენი ხალხი, ჩვენი გოგოები. ჩვენი გოგოები, ჩვენი ბიჭები, ჩვენი ხალხი, ხო და შენ და კიდევ შენნაირები შენ ზურგს უკან რო აი არიან. მომეფხანა გიორგი უთხრა რაზე ვიფხან თავს. ხო. ხო. ის არის რა ქვია. უმცირესობაში ხართ. თქვენ უფრო საშიშები ხართ ვიდრე ჩვენ. ის არის რა ქვია. ტილევით დამესია ხალხო და მოდი მიგველეთ. დუსტი გამოგვიგზავნეთ. აი მაგას. ვაიმე. ამასთან არც ტილი მივარ და არც არაფერი. ტილიც კი დაუგნდება. ამის ლაპარაკს რომ მოისმენს. საერთოდ ვინმე რო გაგიჩერდა? რა ვიცი, ვინმე გიჩერდება, ყავს. ვიღაცამ კი გასწავლა მაშინ წერა და რა ქვია. YouTube-ში წერა კლავიატურაზე წკაპაწყობი და აი, ან ხელებს რატო იღლი, ან თავს რატო ილანძღავ გამაგებინა. მე პირიქით მეცინება. კი მეცინება, უფრო მოტივაციას ხვაძლევ. ხო, მოტივაცია. თემას ვაძლევთ, ხო, თემა. მადლობა თემისთვის. ძალიან ხომ არ გევასები შემთხვევით, ჰა? ძალიან გევასები გეტყობა. აი მე გიორგი ხალხს უნდა ცი. ვიღაცა ისახარ რა ქვია, ალბათ შინაბერა ხარ და ვინმე მაჩოს აგდება გინდა. ვაი მართლა რა გეშველება. სასაცილო იქნებოდა მართლა სატირალი რომ არ იყოს. აი მე აი ჩემი საქმე წავიდოდეს. ხო. და კარგად ვიყოთ და სულ არ დავიძებ მაგის უაზრო საუბარს. მაინც და მაინც სხვა რაღაცებზე ფიქრობ, მე რა ვიცი. ცისარტყელას ალბათ საძე რო გამოვა ცისარტყელა, იმასაც რაღაცას იფიქრებს. სასაც იმაზე იტყვის რომ რაღაც ის არისო. იმატომ ცისარტყელას რო ღმერთი უშვებს თუ იცი. ხო და ესე იგი ღმერთიც ისეთი ყოფილა? ვაი შეუბედურო. და ჯერ ერთი ღმერთს ყველა უყვარს. როგორიც არ უნდა იყოს ადამიანი. რა ვიცი. ჩვენ კი გვეშველება, მაგრამ შენ რა გეშველება, ჰა? შენ არც არაფერი გეშველება, სამუდამოდ ეგეთი იქნები. რა ვიცი მე ხალხო. ისე თემა კი მოგცა. აი პირდაპირ მეცინება რა. სასაცილო არის მართლა სასაცილო არის ხალხო. მეცინება, აი პირდაპირ მეცინება. აი მე დაიშველი. რაღაცა ფერაც რო და ფერადი ალბათ არც მანქანა უნდა იყოს. სხვადასხვა ფერი. და არც ის არა ქვია. ტანსაცმელიც აღარ უნდა ჩავიცოთ ფერადი. დედა რა გაქვს? რა გეშველება, ჰა? თანიცი რა არის? იმ ხელა პოემას დაწერე. ხო, აბა. ხარ ბოლოს. ძლივ ჩადიხარ ბოლოს. თან ბოლოსში რო წევლას მიეწერენ, ეგ არის საქმე. იმისავით, რა ქვია. ბოლოსში ავტორს აწერენ ხოლმე ლექსებს, პოემებს. ეს წევლას აწერს. აი ეგეთი ის არის პიროვნება. თვითონ არის დაწყევლილი გიორგი და დაწყევლილი ივლის თავისი ცოტა. დაწყევლილი რო არ იყოს, ესე ხო არ გააკეთებდა. მანან ძვინებს თავს. ალბათ უყვარს. წევლა მაწყევლისიო რა. კი. ბუმერანგივით დაგიბრუნდება. დაბრუნებულიცა გაქვს უკვე დიდი ხანია. შენი გაჭირვება გაქვს და რა გავაკეთოთ? გაჭირვება ყოფნის. ტვინა. რამდენი გაჭირვებულია? ამაზე მეტი გაჭირვება რა გინდა გიორგი? ტვინია ნაღწობი. იმით გაჭირვებული ის კი არ არის. ხალხო, გაჭირვებული ის კი არ არის. ალბათ ტვინი გადაგიბრუნდა ხალო, წესიერად იარე. რას ვიტყვი? გაჭირვებული ის კი არ არის, რომ ის არა აქვს რა ქვია, მატერიალური შემოსავალი და საჭმელს ვეჭამს. გაჭირვებული ის კი არა, გაჭირვებული ეს არის, აი ეს არის პირადად. გაჭირვების მაგალითი. აგერ. ცოცხალი მაგალითი გვყავს ხალხ, ნუ გაჭირვების პირდაპირ. ტვინია გამომხმარი. ტვინია ამომხმარი კი არა, ალბათ დაეცა. ან კედელს დაეჯახა რაღაცა, საერთოდ ტვინი ამოუვარდა, გაეცნა თავი, ამოუვარდა ტვინი. ეძება, ვერ იპოვა. და ის არის რა ქვია, დარჩა უტვინო. მე ჩაიდო ქვა.
ქვას კიდე ხმა აქვს. ქვას ასა ქვარიყეზე მაიცდებს. ელემენტარული ტვინი კი არა მოუვარდა გიორგი ამოუხმა ტვინი აი ნამეტანი სიცხეში ცოტა ქუდი დაიხურე სინესტეში გადი ხო სინესტეში ცოტა წვიმაშიც გადი აი წყალი დაისხ თავის ბოთლით გამოგივიდეს ცოტა დანესტიან დაინამოს ტვინი და ცოტა აზრი მოგეცეს ნესტიმი ო ძალიან გამოხმა და უკვე ამ გამოხმა ტვინი გასწორდა ნამეტანი დაუთოებული ტვინი დაუთოებული თეთრეულივით და პერანგს რო დააუთავებ თეთრ პერანგს და გაიტკიცინება ეგეთი აქვს ზუსტად მე ფეში ვარ გიხარ რა გინდა ტყუილა გიდებ თავში არ ფეში გივარგა და კაცი ვერ ფეში გამოგიყენებს ისე კი ერთი ხრი კი გამოგიყენებს კაცი იმიტომ რომ ის არის რა ქვია ვიდეოს თემას იძლევი მაგის თემა მიდა დარც მაგის თავი წავიდეს რა მუშაობს. უბრალოდ მეცინება სასაცილოა და სასაცილოა. იცი რას გეტყვი? ორი აგური უნდა გეჭიროს ხელში. მესამეს უნდა ეძებდე. თან კიდე თავში უნდა იტყავდე იმ ორ აგურს. მესამეს თავში. და მესამეს უნდა დაეძებდე რომ ვინიღაცამ თავში ჩაგარტყას კიდე. მაშინ კიდე ტვინის გამოლაყება გინდა. ისე და ლაყი კვერცხი. კვერცხი ლაყი არის გადააგდებ ფუნქციას და იმ ნაგავშიც რო რა ვარდი. გადააგებ მე რო გადააგდებ იმ კვერცხს რო დაალპება და გაფუჭებო კვერცხს გადააგდებ ძაღეს სუნი აქ აი ესე აქ ზუსტად ძაღეს სუნი. დამძაღებული სუნი პირდაპირ. ბა ქოთა ოთახი. წადია კედან. ნუ აგვაქოთე წადი გარეთ და გვარები თავი განიავდი ცოტა სუნელი ქალი ის სუნელი ქალი ის შიბერტყილი ო მე შიბერტყილი ფერადი თაობა ხართო ძალიან ფერადი თაობა მოხვედი თუ მაიმე დედა რა გაქვს ალბათ შენი თაობა შავი თაობა იყო? თუ ეგ როგორ გინდა თქმა? ეს სუნელობა არის რა? ეგ ფერადი თაობა რანაირია გამაგებინეთ, ჰა? ფერადი თაობა. ასე ვერ მოვდივარ. რა არის ვარდისფრები ვარ თუ რა ვარ, კაცო? ღმერთო რა დავარშავე მითხარი, ჰა? ტვინი რატო არ მიეცი თუ გააჩინე, ჰა? ტვინი მაინც მიგესა თავში. ეგ ფერადი თაობა გამაგებინეთ ხალხო რა არის? გეხვეწებით დამიწერეთ კომენტარებში რა არის ფერადი რანაირი ფერადი მითხარით რანაირი იცი ფერადი თმები რო აქვს ბავშვებს ზოგს ტატუ აქვს ზოგს ის აქვს და ალბათ ეგ არის ფერადი მაგის და მაგის ტვინით ტატუცი და იმითი კი არ განისაზღვრება ადამიანი და ვიროგორია გულით განისაზღვრება და კიდე სიზარტყელათი ხო არ განისაზღვრება თავარია სული და სიტყვა ქონდეს რომ რანაირი ადამიანიც გინდა იყოს რა მშოლობა აქვს. სიზარტყელას რაღაცა დანიშნულება აქვს, წვიმა და მზე რო არის, მაშინ ამოდის და ცას ალამაზებს და შენ არაფერის დანიშნულება არ აქვს გიორგი მაგრამ ის აქვს დანიშნულება რომ ტვინია გამოგდა. დედამიწას ნამდვილად არ უხდები. შენ არ უხდები ზუსტად დედამიწას. ტვინია გამომხმარი. მე რო გეუნები გაიგონი ადამიანის. ამომხმარი ტვინი გაქვს, ხო, ამომხმარი. ხვალე. იმისავით, აი. ხვალე აქ შემოვალ. ხვალე. აი ტოსტერში რო პურს ჩადებ და გაახრობ. გადმოუწევ იმებს, აიქაც გამოუწმენდა. აი ამას სუსველტილოთიც მოუწმენდა. ხო. და ის არის რა ქვია. ესენი მინდა. პურს რო იმაში გამოახრიგინებ რა ქვია. ტოსტერში. ეს რო ტოსტერია. ესე პურსდებ და უცბად რო დაგავიწყდება და დამწვარი რო ამოხდება. აი ზუსტად ეგეთია ეს. დაგავიწყდება გერ რო დაიწვება. დრო დაიწვება, ხო. აი ზუსტად ესეთია ეს. ვიღაცა იმას აქნა რა ქვია. ტოსტერში არა, მაგრამ ღუმელში შედო ვიღაცამ. კაი შეშის გახურებულ ღუმელში. ამოეშრო. ხო და იმას აქნა რა ქვია. ძალიან ამეტანი გახუხდა. გიორგი, გაწვა და
იმას აქნა რა ქვია. გარეთ იყო, გარეთ გიორგი და ტვინი ამოუშვა. და მზეში კიდე ნუ დადიხარ ქოლგის garaში. ეს ძალიან მეგობრული რჩევა იქნება. გიორგი თავი მომხანა გიორგი. მეგობრული რჩევა იქნება. მზეში ნუ დადიხარ იმის garaში, ქოლგის garaში დაიფარე. ან კეპიანი ქუდი დაიფარე, ან რაღაცა კენი. ან ბენდენა მაინც მოიხურე, რომ უარესად არ ამოგიშლეს თავი ტვინი და საერთოდ არ გაგიქრეს. რამდენი ვარ დე? 50 ცოტა ხანი ვიყოთ და წავიდეთ ხალხო. მეცინე. აუ გამაცირა მაგრა რა. აი პირდაპირ გამაცი. ოღონდ ხალხო თქვენ დამიწერეთ ფერადი თაობა რანაირია? ფერადი თაობა რანაირია? სიხალისე, ფერადიო რა ვაქნა. სიყვარული, სითბო, აი ეს არის ფერადი. დიახაც. ძალიან ფერადები ვართ. გშურს გეტყობა, ძალიან ფერადები ვართ. მე თვითონ ისა ვარ, რა ქვია, ლურჯი აგერ ვერ მიყურებ. ლურჯი ვარ თავიდან ბოლომდე. ვერ მიყურებ, როგორი ფერი ვარ. ხალხო ბაზანაში შეურდავიბან, ვაიბე. მოწესრიგდები. ჩემი გოგოს გამოგზავნილ მაზებს წავისვა მერე. კოხტათ ლამაზათაი, რა კაი მაზი არის ისა. ვაიმე, პატარა ისე მიყვარს ის ჩანთა. ხალხო, გამოგზავნილი. ფუმფულა როა? ხო. თა როგორი ფუმფულა და გუნგულა. ვაიმე, ისე მიყვარს ის ჩანთა, ასე მგონია ის რო დამეკარგოს თქო გული გამისკდება კი. რაზე უნდა დაგეკარგოთ ჩემ ხელა ჭანტა? რა ვიცი. ძალიან მიყვარს. აი იმ ჩანთას რო უყურებ, მიყვარს, მithბება გული და ის გოგო ხომ მიყვარს და მიყვარს ის პაწაწუნა ხალი. ხო, ერთი კითხვა მქონდა. ისა რა ქვია. კიდევ თმაზე მკითხეს. ვაიმე, თმას არაფერს არ ვაკეთებ. არაფერს ისეც არ იმასაშვები რა ქვია. განსაკუთრებულს არაფერს ვიყენებ. შამპუნი, საპონი პირველად, შამპუნი და იმას ის რა ქვია, ახლა იმას ვიყენებ. რა ქვია იმას? თმის ერბო თუ თმის კარაკი თუ რა. ო, თმის კარაკი. მაგას ვისვა. ოღონდ სრულ თან დააყოლებში გამოგზავნილია. ხო, ჩემი გოგოს გამოგზავნილია. მადლობა კიდევ. სხვათა შორის თმებით გამიზანჯანსაღა მაგან. ეს არის აქ. არ ვიცი აქ თუ ჩვენთან თუ ეგ ბრენდი იყიდება, ეგ საქართველოში თუ იყიდება, არ ვიცი სულად. სტად, იმიტომ რომ ხო გახდე? თუ არ მეორეც ვაკ ის არ გამომიყენებია. ჯერ ხო? ხო. ხო და ის არის აქ ქვია. ჯერ იმას დავამთავრე და მეორეზე მერე გადავა. არ ვიცი თუ ჩვენთან თუ იყიდება, ნატურ ბოქს ესე აწერია იმას. თუ არ ვწდები. შამპუნი ისა რა ქვია, ეგ თვითონ ეგ თმის კარაკი და ტანის გელი, შხამგელი. ერთი და იგივე ერთი ფირმისა. ხო. დიდად არაფერს არ ვიკეთებ თმებზე, არაფერს არ ვული ისე. და რა ვიცი. ძალიან ისა ხოლმე რა ქვია, რომ დავიბანო. პრიალა. ჩემი თმა. პრიპინებს. რატო კითხულ იკითხე ის რო არის რა ქვია გრძელი რომ აქვს არაფერს არ იმასაშვები თვითონ იზრდება ვინ იკითხა ბიჭმა თუ ბიჭმა მკითხა ხო ისეც არაფერს ისა მე სწორი თმა მაქვს იხო თუ თვითონ ეგეთი გაქვს და ესეთი მაქვს ბუნებრივად ის არის ხალხნო ბავშვობაში აი რომელი კლასში იქნებოდა მე-9-ში იქნებოდა მერვე მე-9-ში ხო თმები ქონდა დიდი არ ქონდა ტალღოვანი აი ხოვული თმები ამ ბოლო დროს ამ ბოლოს დამეწყო ხოვული თმა რო არ მქონდეს დაახლოებით აქამდე კი იქნება აქამდე ამ ადგილამდე ხო კი ხოვული თმა თავისით იზრდება არც ვიხო არც არაფერი თავისით არის ბუნებრივად დახვეულიც ის არ ქვია. სხვათა შორის სწორი თმა მომწონს, სწორი თმა კარგია, სწორი თმა მომწონს. აქ გამარჯვებაში არ ვიცი დიდი ხანი აღარ მინახავს ის ბიჭი, აღარ შემხედრია. ბიჭი დადიოდა. აუ რა მაგარი თმა ქონდა, სწორი თმა ხო ქონდა, დაშვებული ბოლომდე. და გრძელი.
რა ვიცი არაფერს არ ვიყენებ ისეც. გიორგის სხვეული თმებია. ბავშვობიდან არა. მე ბავშვობიდან არა მაქვს, მე დამეწყო. დაიხვა რა ვიცი, მე ამ ბოლოს დაიხვა ჩემი თმები. თმები მქონდა გრძელი თმა და ის არის რა ქვია. და ხოვლი აქ თმები, რომ დაიმას ხო ხალხო, რომ დაიმას ასტალღო. ეხლა ასე იქნება რომ გავიშალო ჩემი თმა, აი. და ხოვლი თმები აქ. და რომ დაიმას თაუარისად ხო. ხო. დღეში ისა რა ქვია, 5 ჯერ იმას თუ 6 ჯერ რომ. რა შამპონი გიძლევს რა თქმა მეუთხარ. შეჭრილით მქონდა. 2018 წელს შეჭრილი მქონდა. ასე მედო თმები. აქ მქონდა რაღაცნაირად აფუებული ამაში რაღაცნაირად მე რა ვიცი. ოდასე. დიდად ხალხო არაფერს არ ვიყენებ. ზოგი მილიონ რაღაცას იმას იზამს ხოლმე რა ქვია. იკეთებ თმებზე. არაფერსაც არ იკეთებ. არაფერს არ ვიკეთებ. არა, კი კარგია რომ თავსული და იმას აშვები, მაგრამ მაიც დიდად გიორგი იმას ახლა მარტო ბანაობ, ვიბანა ბაზანაში, იმას აშვები რა ქვია, შამპუნით, იმითი, საპონით და შო. მეტი არაფერი. არც სახეზე არ ვიყენებ დიდად არაფერს. ის არის აქვე, წერს რო გავიპარსავ ერთი იმას ვიშავ რა ქვია. წერის შემდგომი ის რო არის მაზი. მაგასაც ერთი წელი აქვს და ის 2025 გადარჩა. და სადმე რო გავდივარ კიდე სუნამოს ვისხავ იმიზავით რა ქვია. გეგონება ვანით გადაისხეს რო იმდენ ვისხავ ხოლმე. დღესაც წინაში სუნამოს უნიდ. სუნამო არ გვენანება არასოდეს. ნახე აქ უყურე, აქ თეთრი მაქვს. ხო. და კიდე აქ შავი გაქვს. და მაშინ არის თეთრი. მივიღე ზაგარი. ხო. რუჯი ვიღებ თავისით. არ ჭირდება არაფერი. აი, რუჯი. არც მზეზე დაწოლა არ ჭირდება სხვათა. ესენიც ისაგ შავი თითქოს აი სახე. გარუჯული ვარ ხო? რუჯი გაქვს. ადვილად ვიღებ რუჯს. და არ წეთილდები, პირდაპირ იმას იმავშვები, რუჯის ფორმას ვიღებ. რუჯი თოულებრივად ირუჯები რა. ხო, არ წეთილდები. ზოგი წეთილდება. ზოგს აწითლებს მაგალითად მე ვიწვევი მთლიანად. ხო, და მე არ მე მაწონში რო ჩავწვე ისიც აღარ მიშველის გონი. და მე რა საშინელი ის არის ოქრო საშინლად წარეა. ერთი ის მინდა იქ პაჩები მინდა რომ თვალის პაჩები? ხო. ვეში შავი. და თურმე ის ყოფილა კარგი კიდე. რა ქვია ყოველ დილაზე რო იმასი რა უნდა დაიდო სახეზე. რა? ის რო არის მასკები. ხო, მასკა კაია, მასკა მართლა კაია. არაფერი არ გამომგონებია ხშირი. უკაცრავად უცხოური სიტყვაზე ის არა ქვია. რო თქვა რომ აი მეტად შრატები, მრატები ან რაღაცას ვიყენებდი არა, ეგეთ რაღაცებს არ ვიყენებ ხალხო. არც მაქვს მაგის საშუალება რომ 1000 რაღაცა ისხა და ვიკეთო. მაზებს კი ვისვამ ახლა ელემენტარული მიყიდია მაზი, მაგრამ შრატები და ესეთი რაღაცები ნამდვილად არ ვიყენები. C ვიტამინები და რაღაცები არა. ზოგი ძალიან ამეტანს ის ვარ. ხო. აი ჩემი მეგობარი მაგალითად ბიჭია, იმას იყენებს ხოლმე რა ქვია. ტონალურს ისვავს სახეზე. მზის დამცავს და იმას ტონალურს კი არა, იმას რა ქვია. ბიბი კრემს რო იზახიან. მაგას. მზის დამცავს ისვავს, ეგ კი ბატონო კარგია. მე არა მზის დამცავს არ ვისვამ. და ძალიან კაია მე რო ისვავს ადამიანს მზის დამცავს. დამატენიანებელი იმას ხმარობს, სახის დამატენიანებელს რა ქვია.
ხმარობს რა უბედურება იყენებს. კრემს. სახეზე. ძალიან მშვენიერია. ძალიან კარგია მე თუ მკითხავ. ყველაფერი ძალიან კარგი. ბიჭმაც უნდა მოუვაროს თავს და გოგომაც. რა ვიცი მე ზოგიერთებს ეგ ის გონიათ რა ქვია. ზოგიერთებისთვის ძალიან ტეხავს ეგენი, მაგრამ ჩემი აზრით არ ტეხავს. საერთოდ არანაირად. სახებებს ხუსომენ რა ქვია. ტონალურებს და იმებს რა. ხო, გრიმს ხო უგეთებენ, მაკიაჟს ხო უგეთებენ. ხო, რა. ყველა ულის თავს, ყველა უნდა მოუვაროს თავს. მე უყურებ, ისა რა ქვია, ფერადი თაობა ხართო. აუ, წავედი ხალხო ახლა დაგემშვიდობებით. ერთი დღე თავის მოვლის იმებზე ვისაუბროთ ხალხო. ხო. მოვლის იმებზე. ის საინტერესო თემა არის. შემოვიდეთ როდის ხვალე? თუ არა? რავი, როდის არ ვიცი ხალხო, ხვალე შეიძლება მაღაზიაში წავიდე და ნაყიდობები იყოს, არ ვიცი. მე რა ვიცი, გათენდეს დილა. არ ვიცი რა იქნება. წავედი ახლა ხალხო დაგემშვიდობებით. დღეს წასვლა. დღეს წასვლა მინდოდა, მაგრამ ძალიან დამეზარა ხალხო. დილიდანავე გვინდოდა, გუშინ თქვით რომ ის არისო. წავიდეთ მეთქი რაღაცები ვიყიდეთ. მაღაზიაში ხო? ხო, გუშინ ვიძახოდით და რა ვიცი, დღეს შევყევი ხან ფარდაო, ხან ფანჯრებიო, ხან ისაო და დამეზარა. აუ ძალიან დამეზარა, სხვათა შორის საღამოსიც. დღისი ვერ წახვალ ისეც ხელა და საღამოზე წაყვინე ჯობია. შუადღე ის საღამოსკენ რა. ხო. ჯობია მოიტან მე და მოხვა. ნაყიდობებიც იქნება და ყველაფერი. მე დაგემშვიდობებით ხალხო მომავალ ვიდეომდე ახლა. კიდევ დიდი მადლობა. გაიხარე, გამრავდი, გაბედნიერი, შენ ლამაზ ოჯახთან ერთად და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ, ჯანმრთელობას გისურვებ და უფლისწყალობას გისურვებ და რაც მე ვერ დაგლოცო, უფალმა დაგლოცოს და უფალო იყოს შენი მფარველი. აბაჰე, წავედი. დაგემშვიდობებით. კარგად იყავით, მაგრად იყავით. აბაჰე. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. დალაიქება, კომენტარის დაწერა. თავი არ მოიხარო. ვაი, რა ჯანდაბა იყო? თუ მომეჭვენა. თვითქოს რაღაცა გადამიარა, მე რა ვიცი. ჰოლანდები. უი მე გონა უბობა იყო გამისკდა გული, ჯანდაბა. აბა ჰეწავედი ახლა. მე ამდენად თქვი. ბაი.